ჩამოფრინდი გოაზე, ინდოეთში, კერძოდ კი ვაგატორში. სწორედ აქედან იწყება ჩემი ერთთვიანი მოგზაურობა ჩრდილოეთ გოას სანაპიროებიდან სამხრეთის სანაპიროებამდე. ჩემი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადგილი აღმოვაჩინო და ვნახოთ რა შემხდება გზად. პირველი შთაბეჭდილება რაც მაქვს არის, რომ გოა ბევრად უფრო პატარა მეგონა, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა, ძალიან მასშტაბური არის და ვნახოთ რის ნახვას მოვასწრებ ამ ერთ თვეში. გოაზე ჩამოსვლამდე წავიკითხე, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ გოა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებაო. როგორც წყაროები ამბობდნენ, ჩრდილოეთი მეტად ხმაურიანია. იმ ადამიანებისთვისა, ვისაც ფართები, მუსიკა და გართობა უყვარს. სამხრეთი კი უფრო მშვიდი და წყნარიაო. სხვა ამ შტატის შესახებ ბევრი არც არაფერი ვიცოდი. ჩემი ყველა მოგზაურობა ეგრეა. მნიშვნელობა არ აქვს სხვები რას წერენ. მთავარია მე რას ვნახავ და მე რას შევიგრძნობ, როცა სადმე მივემგზავრები. ამიტომ ქვეყნების შესახებ წინასწარ მსუყე კვლევა ანალიზს თავს ყოველთვის ვარიდებ ხოლმე. არ ვამბობ, რომ ეს კარგია, მაგრამ მე ასე მირჩევნია. რადგან დასახლება ასე თუ ისე დავათვალიერე, მაშინ ჯობია რომ გავყვეთ უკვე სანაპიროსკენ გზას და ვნახოთ მართლა ეგეთი კარგია ვაგატორის სანაპირო, როგორცაც ამბობს ინტერნეტი, თუ სხვა რეალობა დაგხვდება. გოაზე მოგზაურობის ყველაზე პოპულარული სეზონი იწყება ნოემბერში და მთავრდება თებერვალში. მეც სწორედ 27 ნოემბერს უკვე ვაგატორში ვიყავი. ვაგატორი გოას ჩრდილოეთით, არაბეთის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და ცნობილია წითელი კლდოვანი სანაპიროთი. ამ დღეს საცურაოდ ვემზადებოდი, თუმცა სანაპიროზე ძირითადად ადგილობრივები ან ტურისტი ინდოელები დამხვდნენ, რომლებიც მხოლოდ ფოტოების გადასაღებად თუ შედიოდნენ წყალში. ცუდად არ გამიგოთ, თუმცა ვიეტნამის, კამბოჯისა და ტაილანდის შემდეგ ვაგატორმა თავი ვერაფრით გამოიჩინა. სანაპიროები ვნახე, ვაგატორის სანაპირო და ეხლა ავდივარ ნანგრევებია რაღაც ციხესიმაგრეს და მაქედან მინდა რომ გადმოვხედო ამ სანაპიროს. მოკლედ, დიდად აღფრთოვანებული არ ვარ ვაგატორით რა. ჩაპორას ციხესიმაგრე ჩრდილოეთ გოაში, ვაგატორის სანაპიროს ზემოთ, კლდოვან გორაკზე მდებარეობს. ამ ადგილს პორტუგალიურ კოლონიურ პერიოდში თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა. პორტუგალიელები გოაში პირველად 1510 წელს გამოჩნდნენ. ამის შემდეგ გოა თითქმის 450 წლის განმავლობაში პორტუგალიური მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. სიმართლე რომ ვთქვა, დიდად ვერც ამ ადგილით მოვიხიბლე. არც ხედი იყო განსაკუთრებული და ნანგრევებიდანაც ბევრი არაფერი იყო დარჩენილი. ალბათ ამიტომაც გადავწყვეტე, რომ ვაგატორიდან დროზე ადრე წავსულიყავი და სამხრეთით, ანჯუნაში დამედობინა. ჩამოვედი ანჯუნაში, დავბანაკდი და გამოვედი დასათვალიერებლად ამ ადგილის. აი ესეთი ადგილია, აქ წესით შეივსება ხოლმე აქაურობა მოვაჭრეების დახლებით. რამდენიმე შეხედავი, სადაც ალბათ სულ არ არის ღია. ნახეთ როგორი ბუთქუჩა და მოვლილი ძაღლები არიან. მართლა ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ თითქმის ყველა ძაღლი ამ სოფელში ძალიან კარგად გამოიყურება. აი უყურე. როცა ჰიპების ერა დასავლეთში დასასრულს უახლოვდებოდა, 60-იან წლებში ისინი გოაზე გადასახლებდნენ და მეტწილად ანჯუნის სანაპიროსთან დაიდეს ბინა. ეს ადგილი მალე ფსიქოდელიური კულტურის ჰაბი გახდა. სწორედ აქ ჩამოყალიბდა მუსიკალური სტილი, რომელსაც ამჟამად გოა ტრანსს უწოდებთ. მოგვიანებით კი ფსიქოდელიური ტრანსი გაჩნდა. გოაზე და განსაკუთრებით ანჯუნაში დღემდე ძალიან პოპულარულია სანაპიროებზე გამართული წვეულებები, სადაც გათენებამდე ცეკვავენ და მუსიკას უკრავენ. რადგან გართობის ეს სტილი ჩემთვის საინტერესო არაა და განსაკუთრებით მარტო მოგზაურობაში ვერიდებ მსგავს აქტივობებს, გოას ეს მხარე არ მიკვლევია. კვლავ ხალხს, საჭმელს და ბუნებას ვაკვირდებოდი. ცურვა ანჯუნის ჩრდილოეთ სანაპიროზეც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გოა ტურისტული ადგილია და არავის გააკვირვებ, ასეთ სანაპიროებზე, სადაც მხოლოდ ადგილობრივები არიან და ტანსაცმლით შედიან წყალში, შეუძლებელია, რომ საცურაო კოსტუმით თავი კომფორტულად იგრძნო. ამიტომ ცურვა აქაც გადავიფიქრე. წარმოიდგინეთ როგორია, დეკემბერი დაიწყო, ქვიშიან სანაპიროზე ხარ ტროპიკულ ქვეყანაში და უკვე რამდენიმე დღეა ზღვაშიც ვერ შეცურე. საკმაოდ იმედგაცრუებული ვარ ისა, კვლავ ვერ მოვახერხე გარუჯვა
თუმცა როგორც ამბობენ, არსებობს ასევე ანჯუნას სამხრეთ სანაპირო, რომელიც ბევრად უფრო, ესე ვთქვათ, კარგია ვნახოთ. მანამდე ფული უნდა გადავახურდავო, ცოტა არ მჯერა რომ მანდ ვიღაცა ზის და ფულს ახურდავებს, მართლა. ანჯუნას მტრიან მინდორში დგას პატარა ჯიხური, პატარა სკამით და თუ შესვენების საათს გადაურჩი, წინ ვიტრინა ჩნდება და ჯიხურში კაცი ინდურ რუპიებსაც ჩამოგითვლის. გადაწყვეტე რომ წავიდე ანჯუნას გორაკისკენ. როგორც მითხრეს, პანორამული ხედი იშლება ზემოდან და მაინტერესებს რა. აქეთ უნდა ვუყვე. გზას. და წესით უნდა ავიდე გადამოსახედზე. აქვე გადავწყვეტე, რომ ბარემ ანჯუნის სამხრეთ სანაპირო და რაც მთავარია, ქარლის კაფე მენახა. მართალია ეს ადგილი საკმაოდ ლამაზი იყო, თუმცა წასვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა. ანჯუნაც ვნახე, უკვე ჩავლაგდი და მივდივარ კიდევ უფრო სამხრეთით, კანდოლიმში. ველოდები ტაქსის, იმიტომ რომ ტრანსპორტირების სხვა მეთოდები ფაქტობრივად აქ არ არის ეგრე ხელმისაწვდომი და შემიძლია ვთქვა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან შედარებით ბევრად უფრო რთულია ტრანსპორტირების ამბავი. ვნახოთ რა დამხვდება, ჯერჯერობით წარმოდგენა არ მაქვს, რას უნდა მოველოდე. აქ ჩამოსვლის დღესვე მივხვდი, რომ წინ რაღაც კარგი მელოდა. თუმცა ვერც ვიფიქრებდი, რომ კანდოლიმი გახდებოდა ადგილი, სადაც სული საკურნებლად და სინამდვილეში მართლა დასასვენებლად გავჩერდებოდი. ღმერთო როგორ გამიხარდა. ვაიმე, ჰოსტელში დღეები უნდა დავუმატო. ვაიმე, იმდენი ხანია კარგი სანაპირო არ მინახავს. ეხლა მივდივარ სასტუმროსკენ, რომ ჩექინი გავიარო და პლუს დავამატო რამდენიმე დღე, იმიტომ რომ აქ უნდა გავჩერდე კიდე 1-2 დღე. სასტუმრო არის 3 წუთის სავალზე ფეხით სანაპიროდან და არის ჰოსტელი, სასტუმროც არა. ჰოსტელი და ამჯერად გადავწყვიტე, რომ რაღაც private room-ი აღარ ავიღო და დორმში დავრჩერა სტანდარტულად, იმიტომ რომ ძალიან ძვირიჯდება ისე და იქ დორმები არ იყო, ეხლა სადაც ვიყავი რა, წინა სოფლებში. და აქ უკვე დავუბრუნდები ჩემს ფესვებს. სანაპიროზე გამოვედი კანდოლიმის, ძალიან მომწონს. ეხლა მინდა რომ მზის ჩასვლას ვუყურო და თან რამე ვჭამო ცოტა ინდური, ცოტა გოას სამზარეულოდან. ამ ჰოსტელში თავდაპირველად 1 კვირით დავრჩი. ძირითადად სანაპიროზე გამოვდიოდი ხოლმე, ჭამდი, ვსეირნობდი, მერე უკან ბრუნდებოდი და ვცდილობდი რომ სხვადასხვა ადგილი აღმომეჩინა. სწორედ ამ ჰოსტელში გავიცანი კრუპა, ინდოელი გოგო, რომელთან ერთადაც ერთ მშვენიერ საღამოს პანიპურის საჭმელად წავედი. პანიპური კი ალბათ ჩემი საყვარელი სნექი გახდა. პანიპური პოპულარული ინდური საკვებია. ესაა პატარა ხრაშუნა ცომის ბურთულა, შიგთავსი კი ინდოეთის რეგიონების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება. თუმცა ძირითადად იყენებენ ხოლმე მაინც კარტოფილსა და ბოსტნეულს. ამას ემატება ტკბილი ან ცხარე სოუსი და ბოლოს სანელებლებით გაჯერებული არომატული წყალი. ეს ყველაფერი ერთ ლუკმად უნდა შეჭამო, მანამ სანამ პური დარბილდება და ხრაშუნა აღარ იქნება. სწორედ აქ დავთქვით მე და კრუპამ, რომ მომდევნო დღეს გამთენიისას დილის 5 საათზე პანაჯისკენ გავისეირნებდით. პანაჯი, იგივე პანჯი, გოას შტატის დედაქალაქია. იგი ადმინისტრაციულ ცენტრად პორტუგალიური მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა. როგორც ამბობენ, პორტუგალიური კულტურის გავლენა დღემდე იგრძნობა ქალაქის არქიტექტურაში. თუმცა ჩვენი მიზანი ქალაქის დათვალიერება არ ყოფილა. კრუპა დიდი გამოცდისთვის ემზადებოდა. ჰავაის სანაპიროდან ნავით უნდა შესულიყო წყალში და იქიდან 1,5 კილომეტრი უკან უნდა გამოეცურა. ჩვენი მიზანი სწორედ ამ სანაპიროს დათვალიერება იყო.
ეგრეთ წოდებული ჰავაის სანაპირო საკმაოდ პატარა გამოდგა, თუმცა კრუპამ კარგი წარმოდგენა შეიქმნა მომავალ გამოცდაზე. აქვე გადავწყვეტეთ, რომ უკანა გზაზე პანჯის კიდევ ერთი, ამჯერად უფრო დიდი სანაპირო, მირამარი გვენახა. გოაზე აქამდე ნანახი სანაპიროებისგან განსხვავებით მირამარის სანაპირო დაბინძურებული იყო და რაც მთავარია, ადამიანები ჯგუფურად სეირნობდნენ, დარბოდნენ ან ვარჯიშობდნენ. უკანა გზაზე რომ ბრუნდებოდით, ჩემ მამას პინძელმა ადიმ სხვა რამდენიმე ტურისტთან ერთად მზის ჩასვლის სანახავად წასვლა შემომთავაზა. რა თქმა უნდა, რომ უარი არ მithქვამს. ჰოსტელში დარჩენის საუკეთესო მხარე ესაა, მარტო მოგზაურობ, თუმცა როცა სოციალიზაცია გჭირდება, ადამიანების გაცნობის საშუალება სულ გაქვს. მე კი თუ რამეში მიმართლებს, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც მოგზაურობის დროს შევხვედრი ვარ. ერთადერთი, რაც ძალიან სევდიანი იყო ნაგავი, რომელიც დავგვხვდა ამ ადგილას. დანარჩენი იყო იდეალური, ულამაზესი ხედები და უმშვენიერესი მზის ჩასვლა. ამასობაში კანდოლიმის დატოვების დროც მოახლოვდა. მე კიდევ უფრო სამხრეთით, პალოლემისკენ ავიღე გეზი. ჩამოვედი პალოლემში და სამანქანო გზა არ იყო სამწუხაროდ. ეხლა ცოტა ფეხით გამოვედი და არ ვიცი, აი ჩემს ჰოსტელს ვხედავ, ნახოთ რა დამხვდება, წარმოდგენა არ მაქვს. უფრო ჯუნგლო ტიპის ადგილია. ეს არის ჰოსტელი, სადაც დავრჩი და ისე გამოვიდა, რომ ერთ-ერთი ინდოელი გოგოს დაბადების დღეზეც ამოვყავი თავი. კომალი, ვისი დაბადების დღეც იყო სტუმარი ჩემსავით, დანარჩენები არიან ძირითადად სასტუმროს მოხალისეები, ან ასევე სტუმრები, რომლებიც დიდი ხანია უკვე ამ ჰოსტელში რჩებიან. Happy birthday, guys! What? Say happy birthday! Happy birthday, Komal! ტორტის მირთმევის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ სანაპიროზე გაესეირნათ, ფრანი გაეშვათ იუვილარის სახელზე და მეც დამპატიჟეს და რა თქმა უნდა შევუერთდი ამ ხალხს და აქედან დაიწყო მერე ჩვენი მეგობრობის ამბავი. ძალიან მადლიერი ვარ ამ ადამიანების სინამდვილეში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადგილი ალბათ არ მექნებოდა ნანახი და ძალიან ბევრი კულტურული ნიუანსი გამომრჩებოდა, რომ არა ეს ხალხი. I don't know any song, but romantic statement. नहीं गाना पड़ेगा. No, it's not a song. რამდენად რენდომადაც ეს ხალხი გავიცანი გუშინ, იმდენად რენდომად მივდივარ ამ ხალხთან ერთად დღეს 9 დეკემბერს დილის 7 საათზე ერთ-ერთი ეკლესიის მოსანახულებლად ახლომდებარე სანაპიროზე და მგონია რომ ვარ ძალიან იღბლიანი ადამიანი სამყაროში, რომ სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ძალიან კარგი ხალხი მხვდება. ჩიკუ რიშისთან, ანუსთან და კომალთან ერთად წავედი ახლომდებარე სოფელში, აგონდაში, სადაც ვაპირებდით, რომ გვენახა ტაძარი ადგილობრივი, რომელიც სამწუხაროდ დაკეტილი დაგხვდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მოპედები გაგვეჩერებინა და იქვე სადმე გვესაუზმა. ამ დღეს ჩვენს გიდა დავირჩიეთ, ეს ყვითელკაბიანი გოგო, იმიტომ რომ უკეთესად იცნობდა გარემოს. სწორედ მისი რჩევით შევედით აი ამ პატარა სასაუზმეში და შევუკვეთეთ ადგილობრივი ინდური საუზმე. მაგიდებით, თეფშებით, თვითონ სივრცეც საკმაოდ სუფთად გამოიყურებოდა, ამიტომ არ შემშინებია. მენიუშიც დიდად ვერ გავერკვი, ამიტომ უბრალოდ ამ ადამიანების გემოვნებას მივენდე და სიმართლე გითხრათ, ძალიან გემრიელოდაც ვჭამე. ინდოეთში რაც ჩემთვის უცნაური იყო, რაც სხვა აქამდე არც ერთ ქვეყანაში არ შემხვედრია, ეს არის ლუკმის გაზიარების პრაქტიკა.
ვიცი რომ ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ თვითონ ეს ჩვევაში აქვს, რომ სუფრაზე თუ რაღაც კერძი დევს, ყველას შეუძლია რომ გასინჯოს. თუნდაც შენ შეუკვეთო ეს კერძი, მნიშვნელობა არ აქვს. თუ ვინმე გთხოვს, ეგრევე იწევა გასასინჯად, პასუხსაც კი არ ელოდება, იმდენად ბუნებრივია მისთვის, რომ შეუძლია შენი კერძი დააგემოვნოს. ხა გადავდივართ რაღაც ეკლესიასთან, იმიტომ რომ აქ არ შეგვეშვას დაკეტილი იყო. ძალიან კარგად ვჭამეთ, ძალიან კარგი იყო. ანუ ქრისტიანია, ყომალი ინდუისტი. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ეკლესიასთან ელოცა. პორტუგალიელების გავლენაა ისიც, რომ გოას მოსახლეობის 25% ქრისტიანია და აქ ბევრ ეკლესიას შეხვდებით. ამასობაში კაბო-დე-რამას ციხეს მივადგით. ეს არის არაბეთის ზღვისპირას აშენებული ციხე, რომელიც კლდეზე მდებარეობს. დღეს აქ ნახავთ ამ ციხის ნანგრევებს და ასევე პატარა კათოლიკურ ეკლესიას. სამწუხაროდ ეს ეკლესიაც დაკეტილი დაგხვდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჯერ აქაურობა დაგვეთვალიერებინა, შემდეგ კი ჩავსულიყავით კიბეებით პირდაპირ სანაპიროსთან. ეს კლდოვანი სანაპირო საკმაოდ მომეწონა, კარგი ადგილი იყო, მშვიდი, წყნარი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი იყო აქ, თუმცა რამაც დამწყვიტა გული იყო სანაპიროზე გამორიყული ნაგავი. ამასობაში უკვე მოგხვდა კიდეც და გადავწყვიტეთ, რომ გაგვესინჯა ქერალას ადგილობრივი სამზარეულო. სწორედ აქ გავსინჯე ინდური პარატა, რომელიც ძალიან გავდა ქონიან პურებს, რომელსაც ბავშვობაში დედაჩემი აწყობდა ხოლმე. საკმაოდ ნოსტალგიური გემო ჰქონდა და ძალიან მომეწონა. იმ საღამოს გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით ციცქნა ბარში, რომელიც მართლა ძალიან პატარაა და გაგვესინჯა ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელი. ჯერ გავსინჯე ქოქოსის რომისგან დამზადებული კოქტეილი, რომელსაც ეძახდნენ კაბოს და მოგვიანებით გავსინჯე ფენი, რომელიც არის ასევე გოასთვის დამახასიათებელი ავთენტური ალკოჰოლური სასმელი. ფენი ძალიან ჰგავდა მსუბუქ არაყს, თუმცა კაბოს კოქტეილი იყო იდეალური სინთეზი ქოქოსისა და ანანასის არომატების და ჩემი საყვარელი სასმელიც გახდა. ამ ჰოსტელში დროს შესანიშნავად ვატარებდი. მოგვიანებით ჩვენს გუნდს შემოვერთ და კიდევ ერთი გოგო, ხორვატიელი თეა. სწორედ ამ დღეს გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით კოლას სანაპიროზე, თუმცა იქამდე მისასვლელი გზა არც ერთმა ჩვენგანმა არ ვიცოდით. გზაზე ძალიან ბევრი ორმო იყო, რაც გადაადგილებას ართულებდა და ასევე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო გაგერჩია, რომელ მხარეს უნდა გადაგეხვია, რომ სანაპირომდე მისულიყავი. ერთი სიტყვით დავიკარგეთ. მერე დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა გვექნა. გზა გაგვეგრძელებინა და გვეცადა, რომ სანაპიროზე ჩავსულიყავით, თუ უკან დაუბრუნებულიყავით. ძალიან გვინდოდა სინამდვილეში, რომ ეგ სანაპირო გვენახა, თუმცა უკვე ისე ბნელოდა, რომ გზის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აგონდაში დაუბრუნებულიყავით და იქვე სანაპიროზე გაგვესეირნა. არ გეგონოთ, რომ კოლას სანაპიროს მოძებნა გადავიფიქრეთ. უბრალოდ დღის შუქისთვის გადავდეთ. სამაგიეროდ ღამის შუქზე გადავწყვიტეთ, რომ აგონდას სანაპირო უნდა გვენახა. მომდევნო დღისთვის უკვე დავიგეგმეთ. რადგან კომალი მუშაობდა, მე რიშიმ და თეამ გადავწყვიტეთ, რომ ჯერ პალულემის სანაპირო დაგვეთვალიერებინა, მოგვიანებით კი გვეცადა ახლიდან გვეპოვა კოლას სანაპირო.
საღამოს ეს ადგილი მთლიანად იქნება დაფარული წყლით და ეხლა უბრალოდ რაღაც მოქცევასავით არის რა. მაგიტო არის ძალიან ბევრი კრაბი სანაპიროზე. ამ ყველაფრის ნახვის მერე ვიფიქრე, რომ გოაზე ალბათ ყველაზე მეტად ეს ადგილი მომეწონა მეთქი. თუმცა არ ვიცოდი, რომ წინ უმშვენიერესი და ულამაზესი კოლას სანაპირო მელოდა. აგონდაში ჯერ ტუკტუკით წავედით. მოგვიანებით კი ისევ მოპედებზე გადავსხედით და ამჯერად არ დავიკარგეთ. როგორც იქნა კოლას სანაპიროს მივადექით და რაც მთავარია, სწორედ მაშინ, როცა მზე უკვე ჩასვლას იწყებდა. მიუხედავად იმისა, რომ აშკარა აქ მზის ჩასვლის სანახავად ბევრი ადამიანი მოდის ხოლმე, ამ სანაპირომ განსაკუთრებული სიმყუდროვის შეგრძნება მაინც დამიტოვა. ასეთი ოქროსფერი მზის ჩასვლის შემდეგ შეუძლებელია, რომ ადგილის მიმართ განსაკუთრებული შეგრძნება არ დაგრჩეს. ნელ-ნელა სამხრეთ გოას დატოვების დროც მოახლოვდა. მე უკან ჩრდილოეთში, კანდოლიმში უნდა დაუბრუნებულიყავი. საქართველოში გაფრენამდე დარჩენილი დღეების გატარებას სწორედ ისევ იმ ჰოსტელში ვგეგმავდი. თავიდან აქ მარტო დავბრუნდი, თუმცა მოგვიანებით თეამ და რიშიმ ჩამომაკითხეს. დროს ასიამოვნოდ გადიოდა. ხან წიგნებს ვკითხულობდი, ხან ბარბეკიუს ვწვავდით, ხან ადი თავის კერძებს ამზადებდა, ხან რას ვაკეთებდით და ხან რას. ჩემი სხვა მოგზაურობებისგან განსხვავებით, გოაზე მოგზაურობა თავგადასავლებით ახსავსე ნაკლებად იყო. ამ მოგზაურობამ ძალიან კარგი ადამიანები გამაცნო. გოას შეფასებაზე ბევრი ვიფიქრე და სხვადასხვა კრიტერიუმი გავითვალისწინე. თვითონ გოა ძალიან არ მომწონებია. ვერ ვიტყვი, რომ აღვთავანდი მეთქი. გულისხმობ ადგილებს, სანახაობებს, არაფერი განსაკუთრებული, რაც აქამდე არ მენახა, აქ არ ყოფილა. მარტო მოგზაური გოგოსთვის, რომელსაც ასეთ ადგილებში წვეულებები არ მოსწონს, არც ის ყველაფერი, რაც ამ წვეულებებს თან ახლავს ხოლმე, შეიძლებოდა გოა მოსაწყენი ყოფილიყო. თუმცა ადამიანები, რომლებსაც აქ შევხვდი, არასდროს დამავიწყდება და ალბათ მოგზაურობების მთელი მუღამიც ეგ არის ხოლმე, საბოლოო ჯამში ადამიანები, რომლებსაც ვიცნობთ. რამდენიმე წლის წინ, როცა ნეპალში ანაპურნის საბაზობანაკამდე ავდიოდი, სადღაც მე-5 თუ მე-6 დღეს ჰიმალაის მთებში ერთი გოგო გავიცანი. ეს გოგო წარმოშობით ირანელი იყო, თუმცა ლონდონში ცხოვრობდა. მახსოვს, რომ ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით და სიმართლე რომ გითხრათ, დავმეგობრდით. ყოველ შემთხვევაში ინსტაგრამზე ერთმანეთი დავაფოლოვეთ და ორ თვეში ერთხელ მოვიკითხავდით ხოლმე თუ როგორ ვიყავით. ამ გოგოს გაცნობიდან რამდენიმე წლის შემდეგ წავედი ვიეტნამში და ერთ მშვენიერ დილას, როცა ჰოჩიმინის ქალაქში ვსეირნობდი და საუზმეს ვეძებდი, თვალი მოვკარი ერთ გოგოს, რომელიც ძალიან მეცნობოდა და აღმოჩნდა, რომ სწორედ ის იყო ჩემი მეგობარი, რომელსაც ჰიმალაის მთებში შევხვდი. წარმოიდგინეთ, რა სიგიჟეა, როცა ამ ხელა პლანეტაზე ორი ადამიანი უცებ აღმოჩნდება ერთსა და იმავე ქვეყანაში, ერთსა და იმავე ქალაქში, ერთსა და იმავე ქუჩაზე და ერთსა და იმავე კაფეში. სწორედ ამიტომ ამბობ ხოლმე, რომ ზოგჯერ მოგზაურობა არის ადამიანებთან შეხვედრა, მათი გაცნობა, დამახსოვრება და სადღაც მერე კიდევ ერთხელ ამ ადამიანებთან ესე გადაყრა.